მეტი სიახლე, მეტი სასიამოვნო ურთიერთობა, მეტი ზრუნვა ჯანმრთელობაზე. რადიო იმედის ეთერშია რჩეულების სახალხო შოუ 17. ქალბატონებო და ბატონებო, თქვენ წინაშეა ნინო შარაშელიძისა და ოთარ ტატიშვილის თეთრი ორშაბათი. მოგესალმებით, დღეს ორშაბათია და ჩვენი სამედიცინო გადაცემა თეთრი ორშაბათი კვლავ ეთერშია, როგორც ყოველთვის საინტერესო სტუმრით და საინტერესო თემებით. მინდა გითხრათ, რომ ძუძუს კიბო, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული და ონკოლოგიური დაავადება თავისი გავრცელების მიხედვით ქალებში. 2022 წლის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ მოწოდებული სტატისტიკით, საერთოდ ონკოლოგიური პათოლოგიებით მოავადე ქალბატონების ყველაზე დიდმა ნაწილმა მაინც სარძევე ჯირკვლის პათოლოგიამ შეადგინა. მიუხედავად იმისა, რომ უამრავი ინფორმაცია არსებობს, რომელიც შეგვიძლია მოვიდიოთ ინტერნეტ სივრცეში, რომელსაც ყოველ წუთიერად ავრცელდება ფლაიერებით, გარკვეულ შეხვედრებზე, სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებით, მაინც დაბალია პროცენტი იმ ქალბატონების, რომლებსაც შეუძლიათ ადრეულ ეტაპზე და ადრეულ სტადიაზე ამოიცნონ თავისი დაავადება. მაშინ, როდესაც ადრეულ პირველ-მეორე სტადიაზე დიაგნოსტირებული დაავადება საშუალებას გვაძლევს მისი განკურნების ძალიან მაღალ პროცენტში, ხო სწორს ვამბობ ბატონო. რა არის ძუძუს კიბო, როგორ ხდება მისი დიაგნოსტირება, რა მიღწევები არსებობს მედიცინაში ამ დაავადების სამკურნალოდ ამ თემაზე სასაუბროთ. ჩვენი სტუმარია ბატონი თორნიკე გახოკიძე, მედიცინის დოქტორი, მამოლოგი, ონკოქირურგი, მამოლოგიური მიმართულება ქირურგიული ეროვნული ცენტრის კლინიკა ახალი სიცოცხლის წარმომადგენელი. მოგესალმებით თორნიკე, დიდ მადლობას მოგახსენებთ ჩვენთან სტუმრობისთვის და ვინაიდან ჩვენი საეთერო დრო მაინც შეზღუდულია, მინდა რომ პირდაპირ კითხვით დავიწყო. რა არის ძუძუს კიბო? შეიძლება პირველი ეს კითხვა მეკრებათ. პირველ რიგში მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. და ეხლა ამ თემაზე რომ დავიწყოთ, რა არის ძუძუს კიბო. ზოგადად ძუძუს კიბოს ასევე სარძევი ჯირკვლის ავცებიან სიმსივნესაც უწოდებენ. ეს არის დაავადება, რომლის დროსაც სარძევი ჯირკვალში უჯრედები იწყებენ უკონტროლო ზრდას. შემდეგ ეს უკონტროლო ზრდა ვრცელდება ირგვლივდებარე ქსოვილებზე, მერე სიმსივნე ცდილობს უშუალოდ რომ წავიდეს იღლიის ლიმფურ კვანძებში და აქედან რეგიონიდან, ასე ვთქვათ, ლოკალურიდან გავრცელდეს იღლიაში და იღლიდან მერე შეეცადოს რომ წავიდეს მთელ ორგანიზმში. ძუძუს კიბო 21 საუკუნის სერიოზული გამოწვევაა, სადაც თავიდან ბოლომდე მთელი მსოფლიოს მეცნიერები ჩართულები არიან იმისთვის, რომ თანამედროვე მეთოდებით და დიაგნოსტიკით მოხდეს მისი ადრეული აღმოჩენა. როგორც კი მოხდება, ასე ვთქვათ, ნებისმიერი სიმსივნის, ასევე ძუძუს კიბოს ავცებიანი სიმსივნის ადრეული დიაგნოსტიკის შემთხვევაში შესაძლებელია სიმსივნის მაქსიმალური კურნალობა და გამოჯამთელების ალბათობა ყოველთვის საკმაოდ მაღალია. დიახ, როგორ უნდა ამოიცნოს საერთოდ ქალმა, რომ მსგავსი პრობლემა შეიძლება ქონდეს და არსებობს თუ არა რაღაც გარკვეული რეკომენდაცია, რომელიც შეიძლება მივცეთ მოსახლეობას ამ დაავადების წინასწარ ამოცნობაში? კი ბატონო. უბრალოდ ადრეულ ეტაპზე ამოცნობაში. კი ბატონო, ადრეულ ეტაპზე ძუძუს კიბოს სამწუხაროდ ძუძუს კიბოს სიმპტომები არ გააჩნია. დიახ, როგორც ყველა ონკოლოგიურ დაავადებას, მაგრამ მაინც არსებობს რაღაცა ნიშნები, რასაც ყურადღება უნდა მიაქციოს საზოგადოება, და რა ნიშნებია ესენი? პირველი, რა თქმა უნდა, ეს არის გამონადენი ძუძუს თავიდან მნიშვნელოვანია ფერს ამ გამონადენის წითელი ან თუნდაც რუხი ფერის გამონადენი, ძუძუს კონტურის ცვლილება, თუნდაც ჩაზნექილობა სარძევი ჯირკვალში, ასევე სიმაგრის არსებობა სარძევი ჯირკვალში. მაგალითად, თუ ქალბატონები ხშირია ხოლმე ჩვენთან ერთად მომართავენ, აი იღლიაში თუ შენიშნავენ რაღაცა წარუნაქმნის არსებობას, სიმაგრის მაშინაც აუცილებელია რომ მიმართონ ექიმს. ზოგადად ნებისმიერი ცვლილება, რაც ქალბატონებისთვის არაბუნებრივია, როდესაც უყურებენ სარძევი ჯირკვალს, აუცილებელია ამ შემთხვევაში მიმართონ ექიმს იმისთვის რომ თავი დაიზღვიონ და მოხდეს მათი დროული დიაგნოსტიკა. სხვა შემთხვევებში, მაგალითად სიმპტომების გარეშე რო ვისაუბროთ, ერთ-ერთი პირველი პრიორიტეტი ეს არის სკრინინგი, ძუძუს სკრინინგი. რა თქმა უნდა, ხა იმდეს ვლაპარაკობთ სულ მოდივად სკრინინგთან დაკავშირებით, დიახ. ხო, დიახ, აი მაგალითად ახალ სიცოცხლეში ჩვენთან არის უფასო სკრინინგი რეგიონში რეგისტრირებული მოსახლეობისთვის, ჩვენ ახლა ექიმები ვართ და როგორც მოგეცნებათ, ეს ყველაფერი მოიცავს როგორც ფიზიკალურ გასინჯვას, ასევე 2D მამოგრაფიას, სარძევი ჯირკვლის ეხოსკოპიას და საჭიროებისავე, რა თქმა უნდა, ბიოპსიის წარმოებასაც.
თვითონ სიმპტომები ესე ადრეულ სტადიაზე როგორც მე გითხარით არ არის, მაგრამ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ დროულად მიმართოთ ექიმს ნებისმიერი ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან, რომ მიმართოთ ექიმს და დროულად მოხდეს ამ ყველაფრის დიაგნოსტიკა. საერთოდ ძალიან ბევრი სტუმარი ყოლია ჩვენს ეთერში, საკუთრივ სკრინინგ ცენტრის წარმომადგენლები, ონკოლოგები, მოგეხსენებათ რა მნიშვნელოვანი პროგრამები მუშაობს ამ მიმართულებით. მიუხედავად ამდენი გაფრთხილებისა, მიუხედავად ამდენი ინფორმაციის მიწოდებისა, არც თუ ისე ბევრი ადამიანი სარგებლობს სკრინინგ პროგრამით. მე მინდა გკითხოთ, განსაკუთრებით მოწყვლადი, აი რა ასაკში არიან ქალბატონები, რომლებსაც წესით და კანონით თავისი ჯანმრთელობის დასაცავად უნდა მიმართონ სკრინინგზე. სრულიად ასიმპტომური მე არ ვამბობ ადამიანების კატეგორიაზე, რომლებსაც აქვთ მაგალითად ამისი გამოცდილება ოჯახური, რომ დედა და ასე შემდეგ. აი ქალბატონი, რომელსაც არასდროს არაფერი არ დგენია, არ ქონია მსგავსი პრობლემა არასდროს, მაგრამ რა ასაკიდან არის ვალდებული საკუთარი ჯანმრთელობის დასაცავად, რომ მიმართოს სკრინინგზე. კი ბატონო, ზოგადად სკრინინგი საქართველოში მოქმედებს 40 წლიდან 60 წლამდე, ეს არის უფასო სკრინინგი, რომელიც საქართველოს მოსახლეობას ყველა გინდა რეგიონი, გინდა თბილისში მაცხოვრებელი მათთვის უფასო არის. უბრალოდ სამწუხაროდ ახლა ბოლო პერიოდის განმავლობაში სიმსივნე გაახალგაზრდა. იმას გულისხმობ, რომ სამწუხაროდ სიმსივნეები ხშირი არის 40 წელს ქვემოთ ქალბატონებში. მნიშვნელოვანი არის უშუალოდ, რა თქმა უნდა, გენეტიკური ფაქტორი, მნიშვნელოვანი არის ეს ფაქტორები. ეს საქართველოში თუ მსოფლიო სტატისტიკა მსოფლიო სტატისტიკა არის, რომ 40 წლიდან იწყება სკრინინგი და ჩვენ საქართველოს მაქსიმუმად ყვებით ამ ტენდენციას. არა, თქვენ რომ ბრძანეთ, ასაკი გაახალგაზრდაო და ცოტა ეს უბრალოდ იმის თქვა მინდა, რომ რეალურად ბოლო პერიოდში ეს ჯერჯერობით მსოფლიო სტატისტიკა არ არის, მაგრამ ჩვენი პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე გეუბნებით, ძალიან ბევრი ფაქტორი არსებობს დღესდღეობით, თუნდაც თბილისში, თუნდაც ის ძალიან ბევრი ფაქტორი არსებობს, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს სარაჯიკლის ავცებიანი სიმსივნე, გენეტიკიდან დაწყებული, თუნდაც კვება, გარემო ფაქტორები, როგორ ჰაეროს სუნთქავთ და ასე შემდეგ. სამკურნალო მედიკამენტები, რომლებსაც იყენებენ სხვა და კი ბატონო, აი მაგალითად ხშირი არის ხოლმე კონტრაცეპტივები, თუ კონტრაცეპტივებს გამოიყენებენ არამიზანშეწონილად ექიმის დანიშნულების გარეშე დიდი ხნის განმავლობაში, მაშინაც არსებობს მედიკამენტოზური რისკი, რომ გამითარდეს სარაჯიკლის ავცებიანი სიმსივნე, ბატონო. აი, პლასტიკა როცა ეკეთება სარძევე ჯირკვლის იმპლანტებით და ასე შემდეგ, ეს თუ ზრდის რაიმე. ზოგადად ესე არ არის დადასტურებული, რომ სარაჯიკლის, ასე ვთქვათ, პლასტიკა თუნდაც სილიკონი დაკავშირებული არის სიმსივნესთან. ტრამვაც, აი მაგალითად პაციენტების უმეტესობა, როცა მოგმართოს ხოლმე ხანდაზმულები, აღნიშნავენ, რომ აი ტრამვა მქონდა და მაგის შევამჩნიე და რაღაც გამეზარდეს. ესეც ერთ-ერთი ლეგენდა არის, რომელსაც პაციენტები ყვებიან, უბრალოდ ესე პირდაპირი კავშირი ტრამვას არ აქვს. სარაჯიკლის ავცებიან სიმსივნის განვითარებასთან, უბრალოდ ტრამვის დროს ყურადღებას აქცევენ იმ ადგილს, მიდიან ექიმთან, მე იტარებენ გამოკვლევას, კი ბატონო, მიდიან გამოკვლევას იტარებენ და მე აღმოჩნდება, რომ იქ რაღაც სიმსივნე იყო, აქამდე. აი, გზა რომ გავიაროთ, როგორ ხდება ეს სკრინინგი და თქვენს ცენტრშიდაც, ქირურგიის ეროვნულ ცენტრშიდაც ზუსტად ესეთივე ალბათ სკრინინგი მოწყობილი, როგორც ზოგადად სკრინინგს ევალება, ხო? მოდიან ქალბატონები სრულიად უსასყიდლოდ, გადიან კონსულტაციას ექიმის. კი ბატონო, ანუ აგიხსენებთ ახლა ეტაპებს. კი ბატონო. ქალბატონები ჩვენ კლინიკაში ახალ სიცოცხლეში მოხვედრის შემთხვევაში პირველი გადიან რეგისტრირდებიან. შემდეგ ხდება მათი ფიზიკალური გასინჯვა, მამოგრაფიის ჩატარება, 2D მამოგრაფიის ჩატარების შემდეგ, თუ პირობითად რაიმე ტიპის წარმონაქმნის შეინიშნა მამოგრაფიამ, აუცილებლად უნდა მოხდეს ეხოსკოპიის ჩატარება. ეგეც რა თქმა უნდა ამ კვლევაში შედის. ეხოსკოპიის შემდეგ უკვე უშუალოდ ხდება დიფერენცირება, რა ტიპის წარმონაქმნია ეს, რა თქმა უნდა, მამოგრაფიასთან კორელაციაში. და შემდეგ უკვე იგეგმება საჭირო არის თუ არა ამ პაციენტთან ბიოპსიის წარმოება. ანუ ექიმი აჯამებს მიღებულ შედეგებს, ლაბორატორიული კვლევის შედეგებს და გნის უკვე გეგმავს
შემდგომი დიაგნოსტირების ჩვენ რეკომენდაციას უწევთ მაგალითად ჩვენ კლინიკაში, რადგან ჩვენ ახლა მამოლოგიური მიმართულებაც საკმაოდ აქტიურად ვითარდება, თავიდან ბოლომდე ესეთ პაციენტების მენეჯმენტში ვერთვებით და ერთ-ერთი უპირატესობა ამ სკრინინგის რაში მდგომარეობს წარმოიდგინეთ, ერთ დღეში ხდება პაციენტის სრული შეფასება ამ მამოგრაფიის ჩატარებით, სარჯეიკულის ეხოსკოპიის ჩატარებით. თუ პირობითად 2D მამოგრაფია ზუსტ პასუხს ვერ გვეუბნება, არსებობს ესეთ შემთხვევები, როდესაც უჭირს პირად სისტემის განსაზღვრა, მაგ შემთხვევაში პაციენტებთან ხშირად ვთავაზობთ 3D მამოგრაფიასაც. ახალ სიცოცხლეში ეს ახალი აპარატი გვაქვს Plan-Medis ფირმის არის, რომელიც უზუსტესად 2 მმ-მდე ზომის წარმონაქმნების დიფერენცირებას ახდენს. და შესაბამისად შეუძლია ძალიან მარტივად მოხდეს მოახდინოს დიაგნოზის დასმა. არსებობს კიდე кейსები, მაგალითად ახალგაზრდა გოგოებში, როდესაც სკრინინგი არ ეკუთვნის, არის პრობლემა, მაგრამ მამოგრაფიასაც ვერ ვიღებთ. მამოგრაფიას შეიძლება მამოგრაფია ვერ გადავიღოთ. ხო, აი შეხედეთ, ეს ყველაფერი დამოკიდებულია სარძევი ჯირკვლის სიმკვრივეზე. ძირითადად 40 წლამდე ქალბატონების სარძევი ჯირკვალი ძალიან მკვრივია, შესაბამისად მამოგრაფიის ჩატარების დროს ჩვენ უბრალოდ მივიღებთ თეთრ სურათს. ანუ ვერ მოხდება ქსოვილების გაჩვენა. იდენტიფიკაცია იქნება გაძნელებული გამოსახულების მიხედვით. დიახ, და აქედან გამომდინარე წარმოიდგინეთ, როდესაც იდენტიფიკაცია გაძნელებულია, მაგ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს ერთი შვენიერი ხელსაწყო, MRT, ანუ ძუძუს MRT კვლევა ეწოდება, რომელიც ეს თანამედროვე აპარატი გვაქვს ახალ სიცოცხლეში, Siemens-ის ფირმის, სადაც უშუალოდ ხდება ახალგაზრდა ქალბატონებში MRT სურათის გადაღება მაქსიმალური სიზუსტით. დიაგნოზის იდეალური ვერიფიცირებით იმის დამიხედვით, შემდეგ რომ გადავწყვიტოთ, როგორი ტაქტიკა იქნება საჭირო ესეთ პაციენტებისთვის. ანუ უკაცრავად შეგატყობინეთ, მე მგონი, ესე იგი მოვიდა პაციენტი სკრინინგზე, ნახეთ, რომ არის რაღაც კონკრეტული პრობლემა მამოგრაფიის სიტყვაზე, სარძევე ჯირკვალში და დაიგეგმა კორბიოპსია. თუ პაციენტების გარკვეულ ნაწილს დაზუსტება ჭირდება მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფიით? არა, დაზუსტება თუ მაგალითად MRT-ს მამოგრაფიაზე ჩანს პრობლემა, შემდეგ ეგ მამოგრაფიაზე, როგორც მე გითხარით, მამოგრაფიის შემდეგ ეთდება ეხოსკოპია. ეხოსკოპიაზე სიმსივნე წარმონაქმნის შემთხვევაში, ლოკაციის შემთხვევაში აუცილებლად უნდა მოხდეს კორბიოპსიის ჩატარება. ეხლა ეს კორბიოპსია რა არის? თუ შეიძლება ამაზე ვილაპარაკოთ. ხო, ეს კორბიოპსიაზე ბევრი ლეგენდა არსებობს. პაციენტების უმეტესობას ეშინია კორბიოპსიის ჩატარება, აღნიშნავენ, რომ პირველი რისიც ეშინიათ ეს არის ტკივილი. სულ პირველი კითხვა. კივილზე მეტად ხშირად ეშინიათ, ხშირად თქვენს, რომ ტკივილის კი არ მეშინია, ხელს რომ მოკიდებენის აუცილებლად ხო, აი მე გუნა მეთქვა მეორე რიგში, ანუ პირველი ტკივილი და მეორე გავრცელების ეშინიათ, ხელს როგორც კი ახლებ ყველგან გავრცელდება. ეგ ლეგენდები არსებობს სამწუხაროდ და მაქსიმალურად ვცდილობთ ყველა პაციენტს, რომელიც ჩვენთან მოხვდება, რომ აუხსნა, რომ კორბიოპსიის დროს ეს სპეციალურ აპარატს ვიყენებთ, რომლის საშუალებითაც მხოლოდ იმ ქსოვილს ვიღებთ, სადაც არის მოთავსების, მხოლოდ სიმსივნის ფრაგმენტს ვიღებთ. და აქედან გამომდინარე ხდება მათი შესწავლა და ეს სპეციალური აპარატი არის ისეთი ფორმის და ისეთი ტექნიკის, როდესაც სიმსივნის გავრცელება მინიმალურია, ანუ 0.01% არსებობს იმის, რომ შენ მაგალითად კორბიოპსიის დროს სიმსივნე ზღვაგან გაავრცელო. ეგეთი რაღაცა ჯერ არ ყოფილა აღწერილი. რაც შეეხება თვითონ ამ კორბიოპსია რისთვის კეთდება? ნებისმიერ სიმსივნეს, ну, თქვენს მოგეხსენებათ, იცით, რომ აქვს ტიპი და აქვს ქვეტიპი, ხო? როგორც ჩვენ მაგალითად ახლა სულ მარტივი მაგალითი მომყავს პაციენტებისთვის, ჩვენ ვართ ადამიანები, ადამიანებს ჩვენ გვაქვს ჩვენი სახელი, გვარი, წარმოშობა. ზუსტად მსგავსი რაღაც ხდება სიმსივნის შემთხვევაში. ანუ მნიშვნელოვანია სად ვითარდება, მაგალითად, თუ სარძევი ჯირკვლის სადინარში ვითარდება ინვაზიური დუქტური კარცინომა, ყველაზე ხშირი, თუ მაგალითად სარძევი ჯირკვლის ასე ვთქვათ, ქსოვილში შიგნით უშუალოდ ჯირკვალში, მაშინ ხდება ლობულური კარცინომის განვითარება. ასევე ამ სიმსივნეებს აქვს თავისი ქვეტიპი, როგორც გითხარით, გულისხმობ იმას, რაზე არის დამოკიდებული. ეს იქნება ჰორმონ დამოკიდებული, ჰერორი დამოკიდებული, თუ არ ყოფითი, ასევე ნიშნულობა აქვს სიმსივნის გამრავლების ხარისხს, რამდენად სწრაფად ვრალდება, აი აფთისებიანობის ხარისხს. ხო, აი Ki-67 პაციენტებს ხვდებათ ხოლმე და მე გუგლავენ ხოლმე და ეძებენ ღმერთო ეს რა არის, რამდენი პროცენტი და ასე შემდეგ. ანუ ბევრ ფაქტორს აქვს მნიშვნელობა იმისთვის, რომ მოხდეს მე მკურნალობის დაგეგმარება. კორბიოპსია არის იდეალური იმისთვის, რომ გავიგოთ როგორ და რა მასშტაბის ჩარევას ვაპირებთ. ბევრ პაციენტს აი კორბიოპსიაზე ხშირად უთქვას, რომ იცით რა, აი არ გვინდა ბიოპსია პირდაპირ მომაჭერით.
ესეთ რაღაც არ ხდება და არა ქირურგიული ჩარევის მასშტაბი პასუხის მიხედვით იგეგმება, ხო? კი ბატონო, ზოგჯერ ისე არის სიტუაცია, როდესაც ჯერ ქირურგიას ვერ იწყებ. და გჭირდება სხვა ტიპის კუნაობა, ანუ პაციენტებს გონიათ, რომ ძუძუს კიბო არის მარტო ერთი ადამიანის ქირურგის საქმე მოაჭერი მორჩა. ეგრე არ არის. ეს ყველაფერი ძირითადად არის კომბინირებული. გულისხმობ იმას, რომ მან იღებს მონაწილეობას როგორც ქირურგი, ასევე კლინიკური ონკოლოგი, რადიოლოგი, მორფოლოგი. ის მიერ ექიმს ჭირდება თავის გუნდი და ეს გუნდური ხო, თამაში რა ანუ თქმა უნდა ეგ მნიშვნელოვანია. ბევრს გონია, რომ ნუ მოკლედ ერთი ექიმი რადგან არის, მე ამის პაციენტი ვარ და მორჩა. არა და რეალურად აქ არის მულტიდისციპლინური მიდგომა, რომელსაც პაციენტებს ჩვენ უხსნით. განსაკუთრებით ქირურგები, რომ ჩვენ შენ დაავადებასთან დაკავშირებით ვართ ერთი რაღაც ეტაპი. ერთი რგოლი და აქედან გამომდინარე, მე დროთა განმავლობაში ხდება სხვადასხვა ექიმების ჩართვა შენი მკურნალობის სხვადასხვა ეტაპზე, იმისთვის რომ მოხდეს შენი სრულყოფილი გამოჯამრთელება. ხო, ნუ ეს რთულია მესმის. პაციენტების უმეტესობა ძირითადად მაინც ძალიან რთულია ამ ყველაფრის დაგეგმა საქართველოშიც კი, იმიტომ რომ თვითონ გუნდი შეკრება როცა სხვადასხვა დარგის ექიმების ჩართულობაა საჭიროდ კონკრეტულად დიანდად დიაგნოსტირების მომენტში გინდათ მკურნალობის პროცესში ყოველთვის იქნება ხოლმე პრობლემა იმისა, რომ გააგზავნე, გამოაგზავნე, იქ ეკოზე გააგზავნე, იქ მამოგრაფიაზე გააგზავნე, იქ კორბიოპსიაზე გააგზავნე. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როცა ექიმების გუნდი არსებობს ერთ-ერთი. აი მაგის თქმა მინდოდა ზუსტად ეხლა ახალ სიცოცხლეში ზუსტად ეგ ყველაფერი ერთ სივრცეში გვაქვს. გულისხმობ იმას, რომ როგორც მამოგრაფიას, ეხოსკოპიას, MRT კვლევას, ასევე ძუძუს მკურნალობის შემდგომში დასხივებას, ხიურთერაპიას, რასაც ვეძახით, კლინიკური ონკოლოგი, ანუ მთელი ეს მორფოლოგიც კი, ანუ მთელი ეს, ასე ვთქვათ, გუნდი ჩვენ ერთ კლინიკაში გვყავს, რომელიც თავიდან ბოლომდე მზად არის მოემსახუროს პაციენტს და ადეკვატური მენეჯმენტი გაუწიოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც შესაძლებელია ერთ სივრცეში ყველაფერი ამის გაკეთება. ძალიან კარგი თორნიკე, ძალიან მიხარია, რომ თქვენ ესე აქტიურად ხართ ჩაბმული ამ საქმეში და გახართ ქალბატონების ჯანმრთელობის დარაჯაზე. თუ შეიძლება ბარემ ისეც გითხარით, როგორ ხდება ამ სკრინინგზე, ან თქვენთან ვიზიტზე ჩაწერა, როგორ მოგმართავენ პაციენტები, თავისუფალია რაღაც კონკრეტული დღეებია თუ როგორ იქნება? შეხედეთ, ესეთი სიტუაცია არის, აუცილებელია call center-ში დარეკვა. და წინასწარ ჩაწერა ხოლმე იმისთვის რომ მოხდეს კონკრეტულად თქვენთან თუ სკრინინგ ცენტრში სკრინინგ ცენტრში გულისხმობ ჩემთან რა თქმა უნდა სპეციალური დღეები მაქვს გათვალისწინებული კლინიკაში და სპეციალური საათები სადაც პაციენტები ეწერებიან call center-ის საშუალებით ანუ პირდაპირ ჩემთან კავშირი არ ხდება call center-ის მეშვეობით ეწერება პაციენტი ხდება როგორც სკრინინგზე მისვლა ასევე შემდეგ ჩემთან ვიზიტით ეს საშუალებას აძლევს რა თქმა უნდა პაციენტს რომ საკუთარი გრაფიკიც დაგეგმოს იმიტომ რომ ჩვენთან მაგალითად ესე არის სიტუაცია ძალიან კომფორტია პაციენტის ჩაწერა რომელსაც სამწუხაროდ დასაუბედუროთ მე ვერაფრით ვერ ვახერხებ ხო ანუ მაქსიმალურად ვცდილობთ ანუ ჩვენთვისაც ძალიან რთულია განსაკუთრებით იმ დღეს როდესაც მაგალითად ოპერაცია მაქვს მე ყოველთვის წინასწარ ვაფრთხილებ call center-ს რომ აი ამ საათიდან ამ საათამდე არ მეცლება და გთხოვთ პაციენტი თუ არის აზრი მეორე მომენტიც არის როდესაც გჭირდება რომ პაციენტის ჭირდება გადაუდებელი სამედიცინო დახმარება და შენ იმას ვერ ჩაწერ ერთი თვის შემდეგ. ხო, რა თქმა უნდა, მაგ შემთხვევაში უკვე რეალურად აი ამ პრობლემის წინაშე ვდგევარ მე პირადად ყოველთვის. ხო. ანუ რეალურად სკრინინგ ცენტრში ჩაწერა ძალიან მოსახერხებელია, იმიტომ რომ უკვე პაციენტს გავლილი აქვს რაღაც გარკვეული ეტაპები და იცის იმან რა ვადებში ჭირდება ექიმთან კონსულტაცია. დიახ, ზუსტად. მოწმენდილ ცაზე, როცა ქვეყანა ინგრევა და ერთ წუთში გასაკეთებელია ყველაფერი, ისეთ პაციენტს მრავალი ხნით ადრე ვერ ჩაწერ. შაბათ-კვირას თუ შეიძლება თქვენთან მოსვლა? დიახ, შაბათ-კვირასაც მუშაობს, როგორც ჩვენი call center-ი, ასევე კლინიკა და თავიდან ბოლომდე ხდება პაციენტების სრული მომსახურება. თვითონ უშუალოდ როგორც სკრინინგს გულისხმობ, ასევე სკრინინგის გარეშე მაგალითად როცა პაციენტს ახალგაზრდა ქალბატონს ჭირდება მამოლოგის კონსულტაცია ყველანაირი პრობლემის გარეშე, მთავარია უბრალოდ რეალურად წინა დღისით 1-2 დღით ადრე მაინც შეეხმიანოს call center-ს და დაგეგმოს თავისი ვიზიტის დროს და ჩვენს რა თქმა უნდა მაქსიმალურად კომფორტს ვაძლევთ პაციენტს, რომ აირჩიოს ის მითითებული დროები, სადაც შეუძლია ვიზიტი და თუ პირობითად რაღაცა საჩქარო არის, მაგ შემთხვევაში არის ესეთი შემთხვევა call center-ი მირეკავს მე და მეუბნება რომ ბატონ თორნიკე ეს დღეები ასე ვთქვათ შევსებულია პაციენტს ეჩქარება, ხო, მაგ შემთხვევაში რა თქმა უნდა, ეხლა ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ რომ არც ერთ პაციენტს უარი არ უთხრათ, როდესაც სჭირდება სამედიცინო დახმარება. საკვირველია.
და თქვენ ბრძანებთ რომ სკრინინგ პროგრამის პირველ ნაწილად საკუთრებულ სკრინინგის ფარგლებში შეიკეთება რაღაც გარკვეული გამოკვლევები, მაგრამ აქვს თავისი სრული ნიშნული, სადაც ეს პროგრამა სრულდება. ამის შემდეგ ჩასატარებელ პროცედურებს იგივე მაგნიტორეზონანსულ ტომოგრაფიას, იგივე კორბიოპსიას, რაიმე პროგრამები მუშაობს ამ მიმართულებით? ამ თვალსაზრისით ეს არის დიაგნოსტიკა. დიაგნოსტიკაზე უშუალოდ ჩვენ შეგვიძლია პაციენტებს გავატანოთ მერია გამგეობაში თანადაფინანსებისთვის და თუ რა თქმა უნდა თუ პაციენტს კერძო დაზღვევა აქვს, რა თქმა უნდა კერძო დაზღვევასთან ყველასთან რა თქმა უნდა აუცილებლად. დიაგნოსტიკა ძირითადად ძალიან სოციალურად დაუცველი შემთხვევაში პაციენტები, ვისაც დიაგნოსტიკა ჭირდებათ ხოლმე, საკმაოდ მნიშვნელოვანია აუხსნათ ეტაპები, რას გულისხმობ. როდესაც კორბიოპსიას გავაკეთებთ, მორფოლოგიური პასუხის შემდეგ მორფოლოგია დამატებით ითხოვს სპეციალურ გამოკვლევას, რომელსაც ეწოდება იმუნოჰისტოქიმიური გამოკვლევა. აი იმუნოჰისტოქიმიაზე კიდე ცალკე ლეგენდები მოდის. პაციენტს ქიმია, როგორც კი ესმის იმუნოს შემდეგ სიტყვა ქიმია, ესე იგი ქიმია მჭირდება ღმერთო გარბიან ეშინია და ანუ მაქსიმალურად უხსნი, რომ იმუნოჰისტოქიმია არ ნიშნავს იმას, რომ შენ ქიმიოთერაპია გჭირდება, ეს ძალიან ხშირად ყოფილა ხოლმე ამ სიტყვის გაგებას. იმუნოჰისტოქიმია რას ნიშნავს მარტივად რომ აუხსნათ პაციენტს მორფოლოგი, როდესაც მიკროსკოპში ჩახედავს, მას ჭირდება რომ უფრო დააზუსტოს დიაგნოზო. აქედან გამომდინარე პაციენტს ცოტა მარტივად რომ აუხსნათ ესე მორფოლოგი ჭირდება სპეციალური ხსნარები, რომელსაც დაასხავს ამ მინაზე და ეხმარება რომ გაარჩიოს თუ რა ტიპის წარმონაქმნია, რა ტიპის რაზი არის დამოკიდებული. ამას ეწოდება ლეუბნები იმუნოჰისტოქიმია. მერე ცოტა გასაგებია ხოლმე მათთვის და არ გარბიან ასე ვთქვათ. და რა თქმა უნდა იმუნოჰისტოქიმიის შემდეგ აუცილებელია კიდე დამატებით HER2 რეცეპტორის განსაზღვრება. ზოგჯერ სამწუხაროდ იმუნოჰისტოქიმია არ არის საკმარისი და ფიშტაციის კვლევებიც არის. უფრო ნატიფი ციტოგენეტიკური კვლევების შესრულება. ანუ წარმოდიახ და ეგ ყველაფერი ხო. ანდიდბოდის მოგიხდით ჩვენ ახლა სარეკლამო ტრაზე უნდა გავიდეთ და სულ რამოდენიმე წუთში იქნება ჩვენი შემაჯამებელი ნაწილი და ამ თემაზე ვისაუბროთ მაშინ. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ვინც ახლა შემოგვიერთდა, მინდა გითხრათ, რომ დღევანდელი ჩვენი გადაცემის თემა ეს არის ძუძუს კიბო, ადრეული დიაგნოსტიკა, მკურნალობის და დიაგნოსტირების ახალი მეთოდები, თუ რა მიღწევები არსებობს ქართულ მედიცინაში ამ მიმართულებით. დღევანდელი ჩვენი სტუმარია ძალიან საინტერესო თორნიკე გახოკიძე, მედიცინის დოქტორი, მამოლოგი, ონკოქირურგი, რომელიც წარმოადგენს ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკა ახალ სიცოცხლეს. თორნიკე მართლაც ისაუბრა ამ დაავადების შესახებ, თუ რამ ახალი დიაგნოსტირების მეთოდები არსებობს, მაგრამ ჩვენ დაგვჭა ერთი ძალიან საინტერესო კითხვა, რომელსაც არ შემიძლია რომ არ დაუბრუნდე. თორნიკე, ჩვენ სანამ საეთერო დრო დაიწყებოდა, ვისაუბრეთ თქვენს უფრო სხვა მიღწევებზე თანამედროვე მამოლოგიურ ქირურგიაში აქტიურად გამოყენებად მეტალის მიმართულ ღუზებზე. რა არის ეს და რატომ არის ჩვენი სატრაბახო და რატომ არის ჩვენი ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი იარაღი ამ დაავადებისთან ბრძოლაში? კი ბატონო, უცებ გეტყვით ამის შესახებ. სარზვაჯირკვლის ქირურგია დღესდღეობით გადავიდა კონსერვატულ ქირურგიაში, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ სარზვაჯირკვალი შევინარჩუნოთ. არ მოხდეს სარზვაჯირკვლის კლიენტი ეს ძალიან მნიშვნელოვანია. იმიტომ რომ ფსიქოლოგიურად მათზე სერიოზულად მოქმედებს სარგის წინ უბრალოდ ხას რო ხედავენ ხოლმე. აქედან გამომდინარე ამ ყველაფერში ჩვენ გვეხმარება მეტალის მიმართველი ღუზა. მეტალის მიმართველ ღუზას იმ შემთხვევაში ვიყენებთ, როდესაც თვითონ სიმსივნე არის ძალიან მცირე ზომის, ხელით არ პალპირდება, ანუ არ ისინჯება, მაგრამ საჭიროა ამ სიმსივნის წარმოქმნის ამოკვეთა ოპერაციის დროს. მეტალის მიმართვლის ღუზა იდგმება. ანუ ეს იქნება სადიაგნოსტიკო სამკურნალო პროცედურა უკვე. სამკურნალო ოპერაციის დღეს. აი აგეხსნით ახლა რა ხდება. ძალიან საინტერესოა. ოპერაციის დღეს, როდესაც პაციენტი მობრძანდება კლინიკაში, მეტალის მიმართველ ღუზას ვათავსებ ეხოსკოპიის კონტროლით უშუალოდ იმ ადგილზე, სადაც არის სიმსივნური წარმონაქმნი. შემდეგ პაციენტი შეგვყავს საოპერაციოში. ანუ წისრებით დებთ. კი ბატონო, კი ბატონო. აი ეს ყველა ეს ეკოლოგიური კონტროლით ხდება. კი ბატონო, ეხოსკოპიის კონტროლით. როგორც კი შევალთ მე საოპერაციოში, მე უშუალოდ ამ მიმართველ ღუზას იგივე მეტალის მართული რო წარმოვიდგინოთ, მივყვები და ამოვიღებ მხოლოდ მცირე ქსოვილს. ანუ აღარ მომიწევს იქ. მონიშნას აკეთებთ მარტივად როდესაც სიმსივნური ქსოვილი. ანუ მარკირებას ვეძახით მაგას, ანუ სიმსივნის მარკირებას მონიშნას, რომლის შედეგადაც წარმოიდგინეთ ძუძუს ქსოვილის ზოგავ აღარ მიწევს დიდი ასე ვთქვათ სივსის ამოღება და თავიდან ბოლომდე როგორც კოსმეტიკურ ეფექტს ვინარჩუნებ, ასევე სიმსივნეს ვიღებ და ვაგზავნი ექსპრეს მორფოლოგიაზე. დაზღვეული ხართ თქვენ რომ სლიანად ამოიღეთ სიმსივნე. ზუსტად, რეზე
რეზექციის კიდეები აუცილებლად ვამოწმებთ რეზექციის კიდეებს მეტალის მიმართულ ღუზას როგორც კი ამოვიღებთ სიმსივნესთან ერთად ვაგზავნით მორფოლოგიას. მორფოლოგია გვეუბნება რომ ეს ექსპრეს დიაგნოსტირებაზე ლაპარაკია. დიახ, ექსპრესაც ვამატებთ ხოლმე იმისთვის რომ პაციენტი დაზღვევული იყოს, იმიტომ რომ რაც უფრო ნაკლებ მასშტაბს ამოიღებ, კოსმეტიკური ეფექტი მით უფრო კარგი იქნება და ძუძუს ფორმაც აქედან გამომდინარე არ შეიძლება. კი ბატონო. და ამ ტექნიკას ჩვენ ვიყენებთ რეალურად დიდი ხანია და თავიდან ბოლომდე ჯერ რაიმე ტიპის გართულება ამ ტექნიკასთან დაკავშირებით არ გქონია, უმტკივნეულოა საერთოდ აღნიშნული პროცედურა და ძუძუს ქსოვილის მაქსიმალურ დაზოგებას ხაზავს. ყუჩდება რაღაც ლიდოკაინით. ლიდოკაინით, მაგრამ წარმოიდგინეთ ეგ იგივე არის, აი პაციენტებისთვის გასაგებად რო იყოს 20 მილilitrიანი შპრიცის ნემსის თავი რო არის. კოხოს ნაკველის ეფექტი. კოხოს ნაკველის ეფექტი, ბატონო, რომელიც ეხმარება რომ გავითის, კი ბატონო. და საინტერესოა, რაც მეტი სიახლე იქნება და რაც მეტი კომფორტის შეთავაზებას შეუძლებთ ადამიანებისთვის, გაცილებით უფრო მოსახერხებელი. კი ბატონო, და კიდე ერთი ტექნიკაც არის, აი მოდარაჯეზე მაშინ რომ ჩვენ საუბრობთ. აი მოდარაჯე ლიმფური კვანძები საქართველოში 2021 წელს რეალურად დავნერგეთ მე და ჩემმა მენტორმა სოსო სანიკიძემ ერთად ასე ვთქვათ შევიმუშავეთ ეს ყველაფერი კი ბატონო მისი ხელმძღვანელობით მოხდა აღნიშნული ტექნიკის დანერგვა და რას გულისხმობს ეს მოდარაჯე ლიმფური კვანძების რა არის რომ პაციენტებისთვის მარტივად იყოს გასაგები სარძევი ჯირკვალში არსებული სიმსივნური წარმონაქმნი თავიდან ცდილობს იღლიაში გავრცელდეს პირველ 3-4 ლიმფურ კვანძში და იქიდან მერე მთელი იღლიის ბევრი ლიმფური კვანძი მოიცვას და აქედან გამომდინარე შემდეგ გავრცელდეს მთელ სხეულში. ჩვენი საკითხი იყო მთავარი მნიშვნელოვანი დეტალი როგორ მე აღმოგვეჩინა ეს პირველი 3-4 ლიმფური კვანძი სადაც სიმსივნე ვრცელდება. ამის აღმოჩენის ტექნიკის საშუალებას, ასე ვთქვათ, ეს ყველაფერი რო გავაკეთოთ, გვაძლევს მეთილენის ლურჯი. კონკრეტულად რას ვაკეთებთ ამ დროს? სარძევი ჯირკვალში შეყავს მეთილენის ლურჯი, ხდება სარძევი ჯირკვლის მასაჟი 5-7 წუთის განმავლობაში, შემდეგ ვაკეთებთ იღლიაში განაკვეთს, მოვძებნით ლურჯად შეღებილ ლიმფურ კვანძებს და ვაგზავნით ექსპრეს მორფოლოგიაზე. ანუ ინტრაოპერაციულად ხდება ამ ყველაფრის გაკეთება. თუ მორფოლოგი გვეტყვის, რომ აღნიშნული ლიმფურ კვანძებში სიმსივნე არ არის გავრცელებული, მაშინ უკვე იღლიის ჭრილობას ხურავთ და აღარ გვიწევს მთელი ლიმფოდისექციის გაკეთება. აქედან გამომდინარე წარმოიდგინეთ. ეს მეთოდი. შეხედეთ 95% არის უცხოეთში, კი, საკმაოდ მაღალია და რატო არის და 2% არის დარჩენილი კიდევ, როდესაც რა თქმა უნდა ცდომილებაა. ქირურგის გამოცდილებაზეა დამოკიდებული, მნიშვნელოვანია ეგ და აუცილებელია კიდე რეალურად სწორად მოხდეს პაციენტის დაგეგმვა. ანუ რას გულისხმობ, უნდა შეირჩეს სწორად პაციენტი მოდარაჯე ლიმფური კვანძებისთვის, ანუ ყველას ამას ვერ გავუკეთებ. აი მაგალითად თუ იღლიის ლიმფურ კვანძში აქამდე გავრცელებული იყო უკვე სიმსივნეები, ანუ რადიოლოგიურად არის დადასტურებული, მაშინ აზრი არ აქვს. და წარმოიდგინეთ ეს რას აძლევს პაციენტს, რის ფუფუნებას აძლევს მთელი ცხოვრების განმავლობაში, არც ხელი არ შეუშუპდება, შემდეგ პაციენტს არც ხელი ყველაზე მთავარი, ყველაზე დიდი პრობლემა ცხოვრების ხარისხი. ცხოვრების ხარისხი არის ნომერი პირველი ის გადაივლის ქიმიოთერაპია, გადაივლის იმუნოთერაპია და ჩრჩება ის პრობლემური კიდური, შეშუპებული, შესიებული უფუნქციო, რომელიც მთელი ცხოვრება მერე აწვალებს ადამიანს და ძალიან მნიშვნელოვანია. და აღნიშნული ტექნიკა გვაძლევს საშუალებას, რომ სინჯოთ მაქსიმალურად დავზოგოთ. სინჯოთ, რომ დავზოგოთ ჩვენი პაციენტი და აქედან გამომდინარე მე თავიდან ბოლომდე ხდება მათი ცხოვრების ხარისხის გაზრდა და მე რომოდიან პოსტოპერაციულად პაციენტების შეხვედრებზე ვნახულობთ ერთი თვის მე ორი თვის მე ისე ბედნიერები არიან თითქოს ოპერაციაც კი არ გავუკეთებიათ ხოლმე. ანუ ორივე ტექნიკას ერთად რო ვიყენებთ როგორც ხუზას ასევე მეთილენს საკმაოდ მაღალი ეფექტი აქვს ამ ყველაფერს. ძალიან კარგი, ძალიან მიხარია ამ ესეთი სიახლეები. ეხლა ჩვენი საეთერო დროც დასასრულს მივახლოვ და მე მინდა ჩვენ მსმენელს რაღაცის შეჯამებასავით უთხრა რომ ძუძუს კიბო ეს არ არის განაჩენი ეს არის დაავადება რომლის მკურნალობა რეალურია აბსოლუტურად რეალურია და გაცილებით უფრო რეალურია და კარგი გამოსავალია როდესაც ამ დაავადების დიაგნოსტირება ხდება ადრეულ ეტაპზე ადრეულ სტადიაზე ჩვენ გვაქვს უამრავი საშუალება საიმისოთ რომ არა მხოლოდ ადამიანების კატეგორიაში რომლებიც განეკუთვნებიან გარკვეულ რისკ ჯგუფს არამედ სრულიად ჯანმრთელ
პოპულაციაშიდაც შევასრულოთ კვლევები, რომლებიც წინ სწრებით დაავადების ძალიან ადრეულ ეტაპზე მიგვითითებდნენ, მოსალოდნენ საფრთხეზე და საშუალებას მოგცემდნენ ასეთი დაავადების დროულად აღმოჩენის. მინდა კიდევ ერთხელ წარგიდგინოთ ჩემი სტუმარი ბატონი თორნიკე, მედიცინის დოქტორი, მამოლოგი, ონკოქირურგი, კლინიკა ახალი სიცოცხლის, ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკა ახალი სიცოცხლის მამოლოგი. თორნიკე, ძალიან მიხარია და დიდ მადლობას გიხდით ჩვენთან მობრძანებისთვის. გისურვებთ წარმატებას, გისურვებთ თქვენ ჯანმრთელობას. სკრინინგი არ დავიღლები ამაზე საუბრით, რომ სკრინინგი ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც პატივისცემად შეგიძლიათ თქვენ თავს გაუწიოთ, ქალბატონებო. და არა მხოლოდ ჩვენ არ გვითქვია სხვათა შორის და გული დამწყდა ეხლა, რომ მამაკაცებშიდაც არსებობს ეს პრობლემა და გარკვეულ რისკ პაციენტებში მამაკაცებსაც შეუძლიათ ამ სკრინინგ პროგრამით რო ისარგებლონ? არა, არ შეუძლიათ. 1%-ში არის სოფლიო სტატისტიკით 1%-ში არსებობს ზუსტად მამაკაცის პოპულაციაში ზუზუს კიბო. იშვიათად ვითარდება. ჩვენ კაცები ცოტა იხვლიანები ვართ ამასთან დაკავშირებით. იშვიათად ვითარდება საჯიკლის საოცებიანი სიმსივნე, იმიტომ რომ ჩვენ რეალად რუდიმენტული სარძევეჯირი კვალი გვაქვს, მაგრამ ამის მოგვარება, ანუ ამის მენეჯმენტი თავიდან ბოლომდე უპრობლემოდ შეიძლება. იმას გულისხმობ, რომ ჩვენ პრაქტიკაში დაახლოებით ესე 7-8 მამაკაცი მყოლია სხვადასხვა მიზეზით მოსული ჩვენთან. ამ შემთხვევაში მამაკაცი უფრო მარტივად აღნიშნავს და მალევე მიმართავს ექის, იმიტომ რომ მარტივად ხვდება ცვლილებებს სარძევეჯირი კვალში, იმიტომ რომ რეალურად რუდიმენტია და მარტო ძუძუს თავისი ირგვლივ არის, ასე ვთქვათ, განვითარებული ეს სიმსივნე. შესაბამისად, გამოჯანმრთელება მამაკაცების შემთხვევაში მაღალია, თუ რა თქმა უნდა დროულად მიმართა და არ გადადო, ასე ვთქვათ, ექიმთან ვიზიტი. ასე რომ ჩვენ შემთხვევაში მამაკაცებს ცოტა გაგვიმართლა. კარგი, გენაცვალე. ბედნიერად ავა. წარმატებები, მადლობა თქვენ. და მემშვიდობები ჩვენ მსმენელს და ზუსტად ერთ კვირაში საინტერესო თემით და საინტერესო სტუმრით აუცილებლად კვლავ დავბრუნდებით ეთერში. ბედნიერ კვირას გისურვებთ.